ორი რამისგან შედგებოდა შვილებამდე ცხოვრება. ერთი იყო პროფესია, რომელშიც აბსოლუტურად ყველაფერი უნდა გამეკეთებინა, რომ იმ გზაზე მე თამაშა და გამეკეთებინა ის, რაც მე მინდოდა და მეორე ალბათ სიყვარული. მეორე იყო პირადი ცხოვრება. ოღონდ ბედნიერება, როგორც ასეთი ჩემთვის ზვიადოლიძისთვის, ამ ორივე ადგილზე მოგვარებული თემები იყო. სინთეზში უნდა ყოფილიყო, ბედნიერი მაშინ ვიყავი დაუშვათ, როდესაც მიყვარდა და როდესაც კარგ როლზე მუშაობდი. ეს ყველაფერი იყო შვილების ამ ქვეყნად მოსვლამდე. ეხლა აღარც ის აღარ მაინტერესებს. არა, როგორ არ მაინტერესებს, ყველაფერს გაინტერესებს კაცს, მაგრამ მაინც ხვდები, რომ პირველი შვილებია. ყველა სიტუაციაში შენ ბედნიერი ხარ, კარგ როლს რო აკეთებ, იმიტომ რომ შენი შვილები მოვლენ და ისინი ან იამაყებენ შენით, ან პირიქით შენი შვილებს მოგცემენ, გიყვარს, იმიტომ რომ შენი შვილებისთვის იყო თვალებანთებული და კარგი ადამიანი და დადებითი, მაგრამ ყველაზე მეტად ალბათ შენი შვილები გიყვარს და ალბათ არა, შენი შვილები გიყვარს და საზრდოობდა სუნთქავ იმათით. ჩემს მაგალითად ეგ არის. არ არსებობს სხვა რამ, რაც შეიძლება იყოს, რომ შვილებზე წინ მე დავაყენო გამორიცხული თემა. გამორიცხული თემა ალბათ. არ ვიცი რა იქნება, როგორ იქნება მომავალში, მაგრამ ყველაფერი ცხოვრების აზრი რაც არის, რაც არ უნდა ისე იყოს ახლა გადამღერებულად გამოვიდეს ახლა ყველა ფრაზა, ყველაფერი ნათქვამია აბსოლუტურად შვილებთან დაკავშირებით აქამდე და მე ახლა ბევრ სიბრძნეს ვერ მოვაფრქვევ თქვენს მაყურებელს, რომ ვაიმე დედა ეს რა თქვა ზვიადმაო. ასე რომ შვილებისთვის ალბათ ყველაფერს გააკეთებს ადამიანი და მე საკუთარ თავისთვისაც ვისურვებდი და თქვენს გისურვებდით, როგორც მამებს და შვილების პატრონებს, რომ შვილისთვის არ დაგვჭირვებოდეს ისეთი რამის გაკეთება, რომელიც ჩვენ არ გვინდა.